მე-16 საუკუნის დასაწყისში, როცა ირანი და ოსმალეთი კავკასიისთვისაც დაეტაკნენ ერთმანეთს, საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთით დამოუკიდებელი ქვეყანა იდგამდა ფეხს. ქვეყანა, რომელიც მომდევნო 3 საუკუნის მანძილზე კავკასიაში მოთამაშეს 3 იმპერიიდან ვერცერთმა ვერ წამოაჩოქა. ეს მხარე კავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთით იდო უხსოვარი დროიდან. აქ 30-მდე ეთნიკურად მონათესავე ხალხი ცხოვრობს და მათ შორის უმეტესობას თავისი დამოუკიდებელი ენა აქვს. ამიტომაც ეძახდნენ დაღესტანს ენათა მთას. ძველი ბერძნული, არაბული, სომხური და ქართული წყაროები ამ ხალხებს ლეკის ან ლეგის სახელით იცნობდნენ. დაღესტნელ ხალხთა ენებს და 70-მდე დიალექტს ქართულთან და სხვა კავკასიურ ენა დიალექტებთან ერთად ერთი იბერიულ კავკასიურ ენათა ჯგუფი აერთიანებს. ისინი მონათესავე ენებია. დაღესტნის ხალხებს შორის გამოყოფენ 4 დაჯგუფებას: ავარულ ანდურ დიდოურს, ლაკურს, ლეზგიურს და დარგულს. აქ მოსახლე ყუმიხები თურქმანულ ყივჩაღური მოდგმისანი არიან, ხოლო თათების ენა ირანული წარმოშობისად ითვლება. ისინი მთისებრეელები არიან. მე-11 საუკუნიდან, როდესაც ბაგრატიონები ერთიანი კავკასიური სახელმწიფოს შექმნას იწყებენ, დაღესტანი ამ სახელმწიფოს ნაწილი ხდება. ქართულმა დამწერლობამ და ქრისტიანულმა კულტურამ შეძლო მაშინ ამ მონათესავე ხალხთა შემოყვანა ქართულ მონარქიაში. ამოდიდგანვე მეომარ ხალხებს საქართველოს ძლიერების ეპოქაში, ბაგრატიონების დროშის ქვეშ, დიდი სამხედრო ასპარეზი მიეცათ. ომი კი ფული იყო. ქართულ მონარქიაზე სწორებამ ჩრდილოკავკასიელ ხალხებს შორის სასაუბრო ენადაც ქართული აქცია. ჩვენი დიდი მეფეები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ ჩრდილოკავკასიაში ქრისტიანობის გამტკიცებას. დიდ ომებში ქართული სახელმწიფოს დასაცავად ლეკური מחვილიც იბრძოდა. კავკასიურ ერთიანობას პირველი წერტილი თემურლენგმა დაუსვა. ოქროს ურდოს დამარცხების შემდეგ თემური ჩრდილოკავკასიას შეესია და განსაკუთრებული სისასტიკით დალაშქრა დაღესტანიც. დიდმა დამპყრობელმა კარგად დაინახა ჩრდილოკავკასიელთა შორის ქართული სახელმწიფოს გავლენის ძალა და დაუნდობელი ომი გამოუცხადა ქართულ ენასა და ქრისტიანობას. თეიმურაზ ბატონიშვილი მთელი სისავსით გადმოგვცემს, როგორ მოთხარა თემურლენგმა ჩრდილოკავკასიაში ქართული გავლენა. მოусმინოთ ამ ტექსტს. თემურ დაიბღრა კავკასნი, მრავლითა ტანჯვითა და სისხლითა მოაქცია მაჰმადად. დაუდგინა არაბი მოლანი ყრმათა მათდა და ასწავლიდა წერილთა არაბულისა ენისა. გასცა ბრძანება ფიცხი, არც აღა კითხვად და არც აღა სწავლად ქართულისა, წიგნის არათა არაიზრახებოდის ენა ქართული კავკასთა შორის. თემურლენგის შემდეგ მთელი მე-15 საუკუნის მანძილზე საქართველოში შინა ომები მიმდინარეობდა და ქვეყანა სამეფო სამთავროებად იშლებოდა. ამიტომ ჩრდილოკავკასიაში ქრისტიანობის შესანარჩუნებლად ჩვენში აღარავის ეცალა. მე-15 საუკუნიდან ლეკებისთვის ისლამი თანდათან იქცა მეზობელ ურწმუნო ხალხებზე ბრძოლათ არეშის იარაღად. მე-16 დასაწყისიდან კი დაღესტანში არსებული ყაზიყუმუხის საშამხლო გამუდმებულ საღმრთო ომს აწარმოებდა მეზობელ ქრისტიანებზე და პირველ რიგში საქართველოზე. ლეკების საღმრთო ომი ძირითადად ქურდობა პარვაზე იყო აგებული და ასეთ გამუდმებულ ქურდბაცაცულ თავდასხმებს დიდი იმპერიების შემოსევებზე არანაკლები უბედურება მოჰქონდათ საქართველოსთვის. აი ამიტომაც ჩვენ დაღესტნის საკითხს წინ კიდევ ბევრჯერ შევეხებით და მოდით ახლა ისევ ორი იმპერიის სამიზნეზე დასმულ სამცხეს დაუბრუნდეთ. ყვარყვარე ჯაყელს ბიძამისმა, მანუჩარმა ათაბაგის ტახტი წაართვა და დამარცხებული ყვარყვარე ირანში გაიქცა. ყვარყვარეს გზად ყველგან გადამწვარი მიწები და გაუკაცრიელებული სოფლები ხვდებოდა. ირანი ნაომარი
დედაქალაქი თავრიზი, დარბეული და გაძარცული. ოსმალეთთან დამარცხებულ იმპერიაში ქაოსი სუფევდა. მის აღმოსავლეთში შუა აზიელ ოზბეგებს ხორასანი დაეკავებინათ. ფერგანის ხანი ბალხსა და ყანდაჰარს უტევდა. აღარც ყიზილბაში ამირებს ჯეროდათ მათი იმპერიის შემქმნელი ისმაილის ღვთიურობისა და უძლეველობისა. ბავშვობიდან გამარჯვებებს მიჩვეულ შაჰ ისმაილზე იმდენად დამთრგუნველი შთაბეჭდილება მოახდინა ჩალდირანის ველზე ოსმალებთან დამარცხებამ, რომ ძაძებში შემოსილი დადიოდა. უზომოდ ბევრს ვამდა და ნადირობაში კლავდა დროს. ქვეშევრდომებს ის გატეხილი ეგონათ, მაგრამ შაჰის ასეთი გარინდების მიღმა იმალებოდა სურვილი რაიმე სახით რევანში აეღო ოსმალებზე და ავტორიტეტი აღედგინა. შაჰ ისმაილი წერილზე აგზავნიდა და ოსმალების წინააღმდეგ კოალიციას კრავდა. საბოლოოდ მოლაპარაკება შედგა ირანის, საქართველოს, ალბისტანის, მარაშის და ეგვიპტის მბრძანებლებს შორის. გადაწყდა ოსმალთაგან თავდასხმის შემთხვევაში ერთმანეთს დახმარებოდნენ და შეთანხმებულად ემოქმედათ. ამის საპასუხოდ სელიმ სულთანმა არმია დაძრა. ალბისტანის და მარაშის საამიროები დაიკავა და ოსმალეთს შეუერთა. იდგა 1515 წელი. აი ასეთ მძიმე დროს ყვარყვარე ათაბაგის მისვლა შაჰ ისმაილისთვის, რომელსაც სულთნისგან ყველა გზა მოჭრილი ჰქონდა, ნამდვილად ჩვება იყო. სამცხე-ხომ საუკეთესო პლაცდარმს წარმოადგენდა მომავალ ომებში. თანაც ნაომარი და დამშეული ყიზილბაშებისთვის დოულათით მდიდარი სამცხე ერთობ მიმზიდველი ლუკმა იქნებოდა. წარმოიდგინეთ დამარცხებული ირანი, რამდენი ტერიტორია და გავლენის სფერო ჰქონდა დაკარგული და სწორედ ასე დროს ყვარყვარე ათაბაგი თავისი ხელისუფლების აღსადგენად თვითონ ეპატიჟებოდა სამცხეში დამარცხებულ იმპერიას. შაჰ ისმაილისთვის ოსმალეთს რევანშის ასაღებად ესეც საკმარისი იყო. 1515 წლის 15 მარტს ქალაქ ადრიანოპოლში ოსმალეთის სამეფო კარმა მიიღო ცნობა, რომ ირანის შაჰმა ყვარყვარე ათაბაგს ჯარი მისცა დიუ სულთან რუმლუს სარდლობით. დიუ სულთანი სამცხეში შეიჭრა, მანუჩარი ტახტიდან ჩამოაგდო და ათაბაგად ყვარყვარე დასვა. ახლა სამცხიდან გაძევებული მანუჩარ ათაბაგი ჩავიდა თურმე ოსმალეთში და სულთან შეევედრა ტახტი დამაბრუნებინეო. სულთანი გააღიზიანა და გააბრაზა შაჰ ისმაილის მოქმედებამ სამცხეში. და ამიტომ ბრძანება გასცა საქართველოს საზღვრებთან ჯარებს მოეყარათ თავი. მაგრამ მოულოდნელად სულთანმა გურჯისტანში ლაშქრობა სამომავლოდ გადადო და ეგვიპტის დასაპყრობად მოემზადა. აგრესიული იმპერიის მოქმედებას მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც ფრთხილად ატევნებდნენ თვალს. 1517 წელი ქუთაისი, ბაგრატ მეფის სასახლის დილეგი. აჯექი. ვინ აბზანდები ბატონო, ანაგრად მამიყვანეს. შვიდად. ყველაფერს გაიგებ. ისე მტერსაც არ მოსულები. არა დამეშავები არა. ერთი ვაჭარი კაცი ვარ, საქონელი უპატრონო ტყია ბაზარში გამიზარს ვამენ.
თითსაც ვერავინ ახლებს. ჩვენ ვიცით, რომ შენ მარტო ვაჭრობით არ ცხოვრობ. ისიც ვიცით, რომ ბევრ ქვეყანაში მიმოდიხარ. ეგვიპტელი მამელუქებიც წყალობენ და არც ოსმალების მფარველობა გაგლია. ვაჭრობაზე მეტი შემოსავალი ჯაშუშობით გაქვს, ხომ ასია? აბა, როგორ გითხრათ ბატონო ჯან? მე როგორც ვიცი, შენ ახლა ერთი დიდი ბატონი გაგელაპარაკება. დაჯექი. ყველაფერი მოუყევი, რაც ოსმალეთში ტრიალებს. ცოტა ყურის თქმა არ გაბედო, თორემ ხომ იცი, ამ სამეფოზეც გაგიდის ქარამები. 6 სავაჭრო ფუნდუკი მარტო ქუთაისში გიდას. თუ ჭკუით მოიქცევი, გასამრჯელო არ მოგაკლდება. შევდამტვით? ლავ, მერნი მქეზი. ბატონ მიზანდები. სქისა მოაშორე ეკედან. დაჯექი. ერთი ეს მითხარი, რა მოხდა ეგვიპტეში? ეგვიპტე აღარ არსებობს. როგორ თუ აღარ არსებობს? თვითონ სულთანი ახლა ქაიროშია. რას მიედ მოედები? დალაგებით მოყევი სათქმელი. ირანის შაჰი რომ დაამარცხა, სულთანი სტამბულში დაბრუნდა. ჯარი მოამზადა და ეგვიპტელი მამლუქები ურჯულოებად გამოაცხადა. სტამბულის მუფტიმ საღვთო ომისკენ მოუწოდა ოსმალებს. ურჯულოებად? ოსმალები და ეგვიპტელები ხორივე სუნიტი მუსლიმები არიან. ბატონი ბრძანდები, მაგრამ სულთანმა მამლუქებს მიზეზად ის მოუდო, რომ ირანელ შიიტებთან მოკავშირეობდითო, ხო და ურჯულო შიიტთან მოკავშირე თვითონაც ურჯულოა. მერე ეგვიპტის სულთან კანსულს სელიმმა წერილი მიწერა თურმე შენ მამა ხარ ჩემი და გთხოვ ილოცო ჩემთვისაო ოღონდაც ჩემსა და შაჰ ისმაილ შორის ნუ ჩადგებიო ეგვიპტელი მამლუქები დამასკოში გადმოვიდნენ ალეპოს ჩრდილოეთით დაბეკის ველზე დიდი ბრძოლა მომხდარა მამლუქებსა და ოსმალოებს შორის ოსმალომ გაიმარჯვა ეგვიპტის სულთანი კაი 75 წელს აყოფილა დამარცხება ვერ გადაუტანია და გული გახეთქვია. ამის შემდეგ სულთან სელიმი ჯერ ალეპოში შევიდა, მერე დამასკოში. ამა წლის იანვარში კი ეგვიპტეში მყოფმა სელიმმა 800 ყველაზე წარჩინებულ მამლუქს თავები დააკრევინა კაიროში. ახალ სულთან თუმანბეგსაც იგივე ბედი ეწია, თურმე ოსმალების ხელში გადავიდა მაგათი წმინდა ქალაქები მექაც და მედინაც.
ვაჭრობაზე რას წახდა ვაჭრობა. ალეპოსა და დამასკოს დაპყრობით სულთან სელიმმა აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიმავალ საკონელს გზა გადაუჭრა. ირანის ვაჭრობა ჩაკეტა ევროპისაკენ. გაფუჭდა საქმე. ჟაღელებისა თუ იცი რამე? თქვენ რა არიცით ეგ? ეს მანუჩარ ჟაღელი ჯერ კიდევ დამასკოში ჩაუვარდა ფეხქვეშ სულთანს. სამსხის ათაბაგობა დამაბრუნებინეო. სელიმს დიდი ჯარი გამოუტანებია მანუჩარისთვის. სულ ახალი ამბავია ესა. ყვარყვარეს ისე დაუმარცხები ეს ჯარი არ დახანში რომ ოსმალო სარდალიც მოუკლავს. მანუჩარი? მანუჩარს ისე ოსმალეთში გაუსწრია. თავისუფალი. დაგაპურებენ და გაგაცილებენ. პატრასტემ ძეს სარალოები. ყოველთვის მზად ვარ თქვენ სამსახურად. ეს ამბები მთელ მსოფლიოს მოედო მაშინ. ეგვიპტის დაპყრობის შემდეგ ყველა ელოდა, რომ ხვალ მის ქვეყანას მიადგებოდა ოსმალეთი გასაქრობად. რა სიტყვი მეფეო? ათი ოსმალოს რამე შეაჩერებს. მამია სამცხე როგორმე ჩვენ უნდა დავიკავოთ. ყიზილბაში და ოსმალო გელივით უყურებს სამცხეს და გაგვიჭირდება. ახლა ომია, ომი. და მურიე წყალში ყველაფერია შესაძლებელი. განა იგივეს არ ფიქრობთ სამცხეზე ქართლის მეფე? და თანაც თუ კახეთის საბოლოოდ შეიერთა. მერე შეიძლება ჩვენც მოგვადგეს. ლევანი საიმედოდ ყავთ გადამალული კახელებს. ის მალე ჩემი სიძე გახდება ჩემი თინათინის ქმარი. ილოცავ გურიელო. მეფის სიმამრობა დიდი პატივია. მაგრამ ლევანი ჯერ მეფე არ არის. და არავინ იცის რა ელის მას. ხომ არ დავეხმაროთ მეფეო? ყიზილბაშები ქართლზე მოდიან. ყვარყვარე მოუწვება წინ. უტყუარი ესნობა. გაუჭირდება დავით მეფეს. რაც მთავარია კახეთისათვის ვეღარ მოიცალეს. და შეუთვალე ლევანს. გასამეფებლად უკეთეს დროს ვერ წინადრებს. კახელები მზად არიან მეფეო. თუ ყიზილბაშები ქართლში შეიყვანენ მხედრობას, ლევანს მეფეთ აკურთხებენ. თუ ქართლის მეფემ შვიდობა იყიდა ყიზილბაშებისაგან, მაშინ პირველ რიგში კახეთს შეუტევს და ლევანის კანონიერ მეფობას ფეხებზე დაიგიდებს. თუ ეს მართლა ასე მოხდა, ჩავერიოთ მეფეო. და ჩავერიოთ მაშინ, როცა ეს მოსახერხებელი იქნება. და რაც მთავარია, სისხლი არ დაიღურება.
ბატონი ბრძანდებით. იცი რას ვფიქრობ, მამია? ქართლის საუკეთესო ადამიანები უნდა დავარწმუნოთ. დავით მეფის არასწორ საქციელშია. რომ ახლა ქიშპობა ყველასათვის დამღუპველი იქნება. როგორ დავარწმუნოთ მეფე? უნდა შევაბაროთ. ჩვენი აზნაურებიდან და ვაჭრებიდან, რომლებიც ქართლში მიდიმოდის. კარგად უნდა დავარიგოთ რა ილაპარაკო. ხომ იდის შენი მოძღვარი? დღეის წორს ცხეთაში მთავარეპისკოპოსთან. მიდის? ოდა შეაპაროს საუბარში. რომ თითქოს ლევან ბატონიშვილს დავით მეფე მოკვლას უპირებ. მანამდე ჩემი მოძღვრის დაწმუნება იქნება. საჭირო იმაში, რომ ლევანს მართლა უპირებენ მოკვლას. ოდა დარწმუნე. არა მგონია ესეთი სუფთა ადამიანი, როგორც მთავარეპისკოპოსია, არ შეაშფოთოს ლევანის უბედურება. სხვა გავლენიან ადამიანებსაც ჩავაწვეთოთ შესაბამისი ამბები. შედეგი ის იქნება, რომ ქართლის მეფე დავით სისხლის ღურაზე ხელს ააღებინებენ. ყველაფერი უნდა ვიღონოთ გურიელო, რომ ქართლი და კახეთი არ გაერთიანდეს ჯორე. ხომ იცი რა ძალაა ეგ? თუ საქართველოს გაერთიანებაზე მიდგა საქმე, ჩემი გვირგვინის ქვეშ უნდა მოხდეს ეგ. სელიმ სულთანმა მთელი არაბული სამყარო და ეგვიპტე დაიპყრო. ოსმალეთის იმპერია სამ კონტინენტზე გადაიჭიმა. სოფლიო პოლიტიკური წესრიგი ყოველწლიურად იცვლებოდა. დაპყრობებით გაუმაძღარ ოსმალეთის იმპერიას უკვე ვეღარავინ აჩერებდა. საქართველოში გაერთიანებისთვის ბრძოლა მართალია ისევ გრძელდებოდა, მაგრამ ახალი მსოფლიო წესრიგი ამ ბრძოლას კარგს არაფერს უქადდა.